კაცი, რომელიც გეუბნება, რომ მას არ უნდა სერიოზული ურთიერთობა არავისთან და რამდენიმე კვირაში იგებ, რომ მას ცოლი ყავს და ეს ცოლი შენ არ ხარ. მოგესალმებით მეგობრებო, ნატაშა უკვე YouTube-ზე და მე ამის გამო ვარ ძალიან ბედნიერი. ვფიქრობ, რომ ქართულ YouTube-ს ნამდვილად აკლია გოგოები და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იქნება მხოლოდ და მხოლოდ ქალებისთვის განკუთვნილი ვიდეოების ციკლი, სადაც ვილაპარაკებთ ბევრს ბიჭებზე, ურთიერთობებზე, იმ სერიალებზე, რომლებიც ყველას გვიყვარს, განვიხილავთ ადამიანების ფსიქოტიპებს, სერიალების პერსონაჟების მიხედვით, სხვა ადამიანების შეცდომებზე, ვისწავლით, როგორ ურთიერთობებში უნდა შევიდეთ, როგორ ურთიერთობებში არ უნდა შევიდეთ და მოკლედ ძალიან ბევრს ვიჭორავებთ გოგოშკურ საკითხებზე. ამიტომ თუ გაინტერესებს, რა თქმა უნდა დამიჭირო მხარი, რადგანაც ეს არის პირველი ვიდეო, გამოიწეროთ ჩემი არხი და დავიწყეთ. დღეს გვექნება საკმაოდ აქტუალური თემა, რომელიც ვფიქრობ, რომ ბევრი გოგოსთვის იქნება საინტერესო და ეს არის საკითხი თუ რატომ გვიყვარდება გოგოებს ისეთი კაცები, რომლებიც ჩვენ არ გვირჩევენ. რა თქმა უნდა, გამიხარდება ბიჭი მაყურებლებიც, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ძალიან ბევრს ვილაპარაკებთ ბიჭებზე, შევაფასებთ მათ ქცევას, ბავშვობის წრამბებს და მოვქექავთ ბევრ საინტერესო ამბავს. ანუ ბევრს ვიჭორავებთ, გვექნება გოგოშკური მარტივი და ჰაეროვანი დიალოგები, ამიტომაც მოიმზადე ჩემსავით ყავა, დაჯექი და დავიწყეთ. მიზანია, რომ განვიხილოთ და სხვების მაგალითზე ვისწავლოთ, თუ როგორ შეიძლება რომ ამოვიცნოთ ადამიანები, რომლებიც ჩვენ ცხოვრებაში არაუმიზეზოდ, არამედ რაღაც კონკრეტული მიზეზით მოდიან და გვაზიანებენ ჩვენს და გვაკარგვინებენ წლებს. როდესაც ამ თემაზე მუშაობა დავიწყე და დავიწყე ძებნა თუ რა ურთიერთობა შეიძლებოდა რომ თვალსაჩინოებისთვის წარმომედგინა თქვენთვის და გამეშალა, ძალიან მარტივად მივაგენი საკითხს. ეს არის, რა თქმა უნდა, სერიალი, რომელიც მე ძალიან მიყვარს და დარწმუნებული ვარ თქვენს არაერთხელ გაქვთ ნანახი, სექსი დიდ ქალაქში და ქერის და ბიგის ურთიერთობა. ვფიქრობ, რომ ამ ეპიზოდის განმავლობაში თქვენ ამ ურთიერთობას სხვანაირად გადააფასებთ, სხვანაირად დაინახავთ, როგორც მე. I made a mistake. You and I, nothing! სანამ უშუალოდ მათ ურთიერთობაზე გადავალთ, განვიხილავთ რა სჭირს ქერის და რა სჭირს ბიგს, საიდან მოდის მათი ტოქსიკური ურთიერთობა და რატომ არის მათი ურთიერთობა ტოქსიკური, მანამდე მინდა რომ სერიალის საინტერესო დეტალები მოგიყვეთ. კომენტარებში აუცილებლად დამიწერე, შენ რომელი მათგანი ხარ? მირანდა, სამანტა, შარლოტა თუ ქერი? ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა, რადგანაც ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანს აქვს რაღაც ხასიათის ნიშნები თითოეული მათგანიდან, მაგრამ მაინც დამიწერე შენ რომელი მათგანი ხარ და ასევე თუ ჩემი მაყურებელი ხარ სხვადასხვა პლატფორმაზე, ასევე გელოდები, შეაფასე ჩემი ხასიათი და შემადარე რომელიმე მათგანს, რადგანაც მე ჩემი მოსაზრება მაქვს ამასთან დაკავშირებით, რომელსაც თუ გაინტერესებთ, აუცილებლად გაგიმხელთ. თუ ეს სერია თქვენ მოგეწონებათ, შემდეგ უკვე სხვა გოგოებსაც ცალკე გავარჩევ და ჩემი სიმპათიების მიხედვით თქვენ აუცილებლად ამოიცნობთ, რომელი მათგანი არის ჩემთვის ფავორიტი. როცა ამ სერიალზე საუბრობ, არ შეიძლება არ გაიხსენო მისი მთავარი კლიპი, რომელიც მართლა ფანტასტიკური და შეუდარებელია. დარწმუნებული ვარ ის მელოდია, რომელიც ამ კლიპს თან ახლავს ყურებში ჩაკესმით, რადგანაც მართლა აიკონიკ არის. და როცა ამ ვიდეოზე ვმუშაობდი, ძალიან ბევრი ინფორმაცია მოვიძია და ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის ის ფაქტი, რომ არსებობდა ამ კლიპის მეორე ვერსია, რომელიც ნაგავში მოისროლეს, სადაც ქერის თეთრი წულისკაბის მაგივრად აცვია რაღაც ლურჯი, მოლურჯო, უხასიათო კაბა. ეს თეთრი წულისკაბა ნამდვილად დამეთანხმებით, რომ არის ხასიათიანი, შემოაქვს რაღაცა დრაივი და ძალიან ყურადღებას იქცევს, რომელიც რამდენიმე ცენტი ღირდა რეალურად მეორადებში იპოვეს. ხოლო ეს ლურჯი კაბა არის ისეთი უხასიათო ამ მეორე კლიპში, რომელიც ნაგავში მოისროლეს, ასევე არ არის ის კადრი, სადაც ავტობუსი გაივლის და ქერის წყალი შეესხმება, რაც ასევე მგონია, რომ ძალიან უხდება ამ ყველაფერს. სხვათა შორის დარწმუნებული ვარ, რომ ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ თქვენ აუცილებლად ყოველთვის ყურადღებას მიაქცევთ ამ დეტალს, როდესაც ავტობუსი გაივლის, სანამ ქერის წყალი შეესხმება, ის არის სავსე, ხოლო ზუსტად ერთ წამში ეს ავტობუსი არის ცარიელი, ეს არის შეცდომა, რომელიც თვალი დახუჭეს, რადგანაც
ნამდვილად გულწრფელად არის იდეალური, ხასიათიანი და ზუსტად ისეთი, როგორიც უნდა იყოს ამ სერიალის დასაწყისი. რეალურად არსებობდა ესეთი მწერალი, კენეს ბუშნელი, რომელიც წერდა ჟურნალისტვის თავის ისტორიებს, შემდეგ კი გადაწყვეტა, რომ ეს ყველა გამოცემა გაეერთიანებინა და შეექმნა წიგნი, რომელსაც ერქვა სექსიდით ქალაქში. შემდეგ დაინტერესდნენ ამით სერიალის ორგანიზატორები, შეიძინეს მისგან ეს წიგნი, როგორც სიუჟეტი და დაიწყეს ამ სერიალის გადაღება. და თვითონ კენესი იხსენებს, რომ ბევრი ისტორია პირველი და მეორე სეზონიდან ზუსტად ასახავს მის ცხოვრებას. ჩემი საყვარელი ერთ-ერთი მომენტი არის, როდესაც კერი ადის მოზარდის სახლში აღმოჩნდება, გაიღვიძებს ეს ბიჭი თავის რუმეიტთან ერთად ცხოვრობს, არ აქვს არც ყავა სახლში, არც ტუალეტის გახალდი ტუალეტში და მოკეთ იქიდან გამოიქცევა. ესეც არის კენესის ერთ-ერთი რეალური ისტორია. I need toilet paper. მინდა გითხრათ, ამასთანავე, რომ ბიგი ასევე რეალურ პერსონაჟზე დაფუძნებული ადამიანია, კენესს მასთან ჰქონდა ნამდვილად ტოქსიკური ურთიერთობა, ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ ეს ურთიერთობა, რომელიც სერიალშია მოყოლილი, არის რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული და მეცაც გეტყვით. თუ მივიხედავთ და მოვიხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ბევრი კერი არის ჩვენს სადაქალოში და ესეთ ჩვენს დაქალ კერის აუცილებლად ყავს თავისი ბიგი, რომელიც ნერვებს გვიშლის, გვაწიწკნეს და აუცილებლად ეს ვიდეო ჩაუგდე მას, რომ სხვანაირად შეხედოს თავის ცხოვრების მთავარ სიყვარულს. რაც შეეხება კერის დაქალებს, შარლოტას, სამანტას და მირანდას, ესენიც ნამდვილი პერსონაჟები არიან, მაგრამ მათი რეალური ცხოვრება განსხვავდება სერიალში არსებული ცხოვრებისგან პროფესიულად და ასე შემდეგ. რადგანაც გადაწყვეტეს პროდიუსერებმა, რომ მათი ხაზებიც ძალიან საინტერესო იქნებოდა და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ესეც ნაჩვენებია, რადგან სხვადასხვა პერსპექტივაში, სხვადასხვა ქალის ცხოვრება, სხვადასხვა თავისი ტრამვებით და ცხოვრების ხაზებით არის წარმოდგენილი, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოა. სიმართლე გითხრათ, ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ კერი მთავარ როლშია, მაგრამ ამას დარწმუნებული ვარ, რომ სამანტას პერსონაჟის ავტორი ნამდვილად არ დაეთანხმებოდა, რადგანაც მათ ჰქონდათ სერიოზული დრამა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ ვიდეოში ამ დრამაზე არ ვისაუბრებ, თუ დაგაინტერესებთ, უფრო ცლად რა დრამა ჰქონდათ ამ ოთხელს, აუცილებლად გადავიღებ ამასთან დაკავშირებით ცალკე ვიდეოს და ვიმსჯელოთ, რომელი მხარეა რეალურად მართალი. ახლა კი მივედექით ჩვენს მთავარ საკითხს, კერის და ბიგის ურთიერთობას და მოდი ახლა გავიხსენოთ პირველ რიგში, როგორ გაიცნეს მათ ერთმანეთი. კერი გამოდის შენობიდან, ეჯახება ბიგს, უვარდება ჩანთა და ეყრება პრეზერვატივები. არ ვიცი, ვისთვის შეიძლება რომ ეს იყოს ნორმალური, მაგალითად ჩემთვის სრულიად ნორმალურია, დასრული ქალი, რომელსაც ჩანთაში აქვს პრეზერვატივი. მერე რა, მაგრამ ბიგისთვის ეს ნორმალური არ არის. და ამას ცოტა მოგვიანებით განვიხილავთ. ეს სერიალი ბევრჯერ მაქვს ნანახი, როდესაც პირველად, მეორედ, მესამედ ვნახე, თინეიჯერობის ასაკში, ბიგი იყო ჩემი ოცნების მამაკაცი და ყოველთვის ვფიქრობდი, რომ გავიზრდებოდი ზუსტად ისეთივე სიყვარული მინდოდა, როგორც კერის და ბიგის ჰქონდა ერთმანეთის მიმართ. მაგრამ როდესაც გავიზარდე, მივხვდი, რომ ბიგი რომანტიული პერსონაჟი კი არა, თავიდან ბოლომდე რედ ფლეგია. ეს ურთიერთობა თავისი დინამიკით არის თავიდან ბოლომდე ტრამვა, რომელსაც რომანტიულად ფუთავთ და გგონია, რომ აი კერის ნამდვილი სიყვარული არის ბიგი და რეალურად ყველაზე საშიში რაც არის, ეს არ არის უბრალოდ ურთიერთობა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ფილმებში ხდება. დღეს ქალებს გვიყვარდება ისეთი კაცები, რომლებიც გაგვირბიან. და განვიხილოთ პირველ რიგში ბიგის ფსიქოტიპი. მოდი ვაღიაროთ, რომ ის ფიზიკურად ძალიან სიმპათიურია. ნუ ყოველ შემთხვევაში ჩემს გემოვნებაში ის სრულიად ჯდება. შავგრემანი, კარგი მანერებით, სუფთად გამოწყობილი, აქვს ფული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ასევე გოგოებო დამეთანხმეთ. და არის აი რაღაცნაირი აღნაგობის. მე ვგიჟდები დიდკაცებზე, მე ვგიჟდები, როდესაც არის მოცულობა, ეს მხრები, კისერი, მამაკაცური, კარგი მანერები, ეს რესტორნები, ძალიან კარგი სამეგობრო წრე, ეს სიტუაციები, დადის ეკლესიაში, დედას ძალიან დიდ პატივს სცემს. მოკლედ, ერთი შეხედვით ის არის იდეალური მამაკაცი, რომელიც ყველა ქალს შეუყვარდება. მაგრამ მას აქვს მეორე მხარე. დავიწყოთ იმით, რომ კერი ბრედშოუ ბიგის გემოვნებაში არ ჯდებოდა. გადავხედოთ მის ცოლებს. ის ყოველთვის ირჩევდა გოგოებს, რომელსაც აცვია თეთრი ფერის ცამოსი. ანუ, ნატაშას რომ დავაკვირდეთ, როგორი გოგო არის, ვინც ცოლად მოიყვანა.
თეთრიაცვია, მაიქსურიც, შარვალიც, ფეხსაცმელიც, რაღაცა აი ფიფქიას გროგავს, აი ფიფქი რო არის რაღაცა თეთრი, ძალიან სუფთა, უსიტყო. აი იცით როგორი გოგო, რომელსაც ჭირდება მამიკო, რომელსაც არ აქვს საკუთარი ხასიათი, რომელსაც არ შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა, რომელსაც უბრალოდ ესე ამოიყენებ გვერდით, წაიყვან მეგობრებში, წაიყვან რაღაც გამოფენებში, რაღაც ივენთებზე, ყველას აჩვენებ რომ ეს პრინცესა ჟურნალიდან გადმომხტარი გოგო არის შენი ცოლი, ის არ გაგიწევს წინააღმდეგობას, მას უღალატებ კიდეც და მოიქცევი ისე როგორც საკუთარ ნივთს, როგორც შინაურ ცხოველს და არაფერს განსაკუთრებულს. ბიგის გემოვნებაში არ ჯდება ისეთი ხასიათის გოგო, რომელიც სექსზე წერს რაღაც ჟურნალში, თავის მიმართულება აქვს, სადაც აზიარებს თავის სექსუალურ ცხოვრებას, რომელიც გაიცნო დღეს, როცა პრეზერვატივები ამოეყარა ჩანთიდან, რომელიც სიგარეტს ეწევა, რომელსაც აქვს არაორდინალური სტილი, ყავს თავისი მეგობრები, ერთობა უცნაურად, ყავდა ბევრი პარტნიორი, ის არ არის ბიგის გემოვნების ნაწილი, ის არ ჯდება ბიგის იდეალური ცხოვრების რაღაც სურათში, ბიგი ვერ ხედავს მასთან სერიოზულ მომავალს, უბრალოდ მას მოსწონს ქერისთან დროის გატარება. ქერი არის მისთვის ადგილი, სადაც მივა და მისი დამღლელი ყოველდღიური ცხოვრებიდან უბრალოდ მოწყდება, გამოიძახებს პიცას, ექნება ძალიან კარგი და სასიამოვნო სექსი, მაგრამ არ დაუწყებს მას ლაპარაკს სერიოზულ ურთიერთობაზე. გაიქცევა, საერთოდ რატომ მოიყვანა ის ცოლად, ჩემთვის არის წარმოუდგენელი. ესე არ ხდება. ბიგისნაირ ფსიქოტიპებს ქერი ცოლად არ მოყავთ არასოდეს. უბრალოდ ეს ძალიან უდოდა მაყურებელს სერიალში, ამიტომ დასრულდა ესე როგორც დასრულდა. რეალურ ცხოვრებაში ბიგი ცოლად არასოდეს არ მოიყვანა ქერისნაირ გოგოს. რადგანაც ბიგი არის ამპარტამანი, ბიგის სხვანაირი ცხოვრების სტილი უნდა, მას არ აქვს იმის ძალა, არ შეუძლია რომ გვერდით ყავდეს ქალი, რომელიც გაუწევს რაიმე სახის წინააღმდეგობას. მას ჭირდება გვერდით ფიფქია. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მას ჭირდება გოგო, რომელიც არის დამჯერი, რომელიც გავს დედამისს, რომელიც დედამისთან ერთად იბლის ეკლესიაში, რომელსაც აქვს კარგი რეპუტაცია, რომელიც არის მოდელი და ასე შემდეგ. ბიგისნაირ კაცებს, ქერისნაირი გოგოები სერიოზული ურთიერთობებისთვის არ ჭირდება. ქერი ბიგის ცხოვრებაში არის მხოლოდ და მხოლოდ გასართობი, რაღაც რეალური ცხოვრებიდან გაქცევის საშუალება, სადაც ყოველთვის მიგიღებ, სადაც თვით შეფასებას აიმაღლებ, სადაც ყოველთვის ნებისმიერ მომენტში გექნება ცეცხლოვანი, საინტერესო, ვნებიანი, რაღაცნაირი საღამოები, სადაც გაერთობი უბრალოდ და შემდეგ ადგები და წამოხვალ. როდესაც ქერი მას უწყებს რაიმე სახის სერიოზულ ურთიერთობებზე ლაპარაკს, ის ყოველთვის ცინიკურად, თითქოს ირონიულად, თითქოს ზევიდან, აი რაღაცნაირად აგრძნობინებს, რომ თითქოს ახლოს არის, თითქოს აძლევს ის ყველაფერს ქერის, მაგრამ მეორე წამს ის უბრალოდ ქრება. უგდებს რაღაც ყურადღების ნამცეცებს და ქერი ამას ყოველთვის იღებს. ეს ქერის მეორე პრობლემა არის, ზუსტადაც აი ბიგისნაირ კაცებს ხშირად ზუსტად ისეთი პარტნიორები ყავთ, როგორიც ქერია, რადგანაც თუ ქალი არის თავდაჯერებული, თუ ქალმა ზუსტად იცის თავის ფასი, კაცი რომელიც ქორწილის დღეს არ მივა, იმის გამო რომ მას ტელეფონზე არ უპასუხეს, კაცი რომელიც გეუბნება რომ მას არ უნდა სერიოზული ურთიერთობა არავისთან და რამდენიმე კვირაში იგებ რომ მას ცოლი ყავს და ეს ცოლი შენ არ ხარ. Hey, I have a question for you. Why wasn't it me? Carrie. No, seriously. I really need to hear you say it. Come on, be a friend. I don't know. ის კაცი შენ კარგად არასოდეს არ მოგექცევა და ქალი რომელიც თავდაჯერებულია, ქალი რომელმაც იცის თავის ფასი, არასოდეს დასთანხმდება აი ამ ურთიერთობას განსაკუთრებით წრიულად, განსაკუთრებით წლებრუნვით წლების განმავლობაში. ეს არის უბრალოდ უთავმოყარეო ქალის საქციელი, რომელიც სამწუხაროდ რეალურად ხდება რეალურ ცხოვრებაში, რადგანაც გოგოებს, რომლებსაც ბავშვობიდანვე აქვს რაღაც გარკვეული ტრამვა, რომელსაც სჭირდება გარედან რაღაცნაირი აღიარება მისი მნიშვნელობის, ამ წრებრუნვაში შედიან. და შემდეგ, როდესაც იწყებენ ურთიერთობას ისეთ მანიპულატორ, ისეთ რედფლეგთან, როგორც არის ბიგი, ყოველთვის ცდილობენ იპოვონ საკუთარ თავში მიზეზი, რატომ არ ამირჩია მე.
თუ უკეთესი ვიქნები, თუ უფრო მოვინდომებ, თუ სიგარეტს თავს დავანებებ, თუ უფრო გრძელ კაბას ჩავიცმევ, თავს დავხრი, უფრო ნაკლებს ვილაპარაკებ, უფრო სხვანაირად ჩავიცმევ, აღარ გავაგრძელებ რაღაც კონკრეტულ საქმიანობას, რომელიც მას არ მოსწონს, ის მე ამირჩევს და რეალურად ის შენ არასოდეს არ გირჩევს. ეს არის გაგრძელება ამ ურთიერთობის და შენ რჩები საკუთარი იდენტობის გარეშე. შენ ხარ ქალი, რომელიც მოერგე რაღაც კონკრეტულ სიტუაციას, მოერგე რაღაც კონკრეტულ მოცემულობას, მაგრამ რეალურად არავინ არ აგირჩია. იმიტომ კი არა რომ შენ ხარ ცუდი, ან იმიტომ კი არა რომ რაიმე პრობლემა გაქვს და გამოსასწორებელი ხარ. არა, შენ ისეთი ხარ, როგორიც ხარ და ძალიან კარგი ხარ, შეუფასებელი ხარ, მაგრამ იმ კაცის ცხოვრების სურათში არ ჯდები, იმიტომ რომ მას ისეთი როგორიც ხარ, როგორი შეუდარებელიც ხარ, არ სჭირდება. მას გვერდით სჭირდება ვიღაც, ვინც უბრალოდ შეუმდგარი, უბრალოდ არის ის რა უნდა, მხოლოდ უნდა ვიღაც პატრონი და მეტი არაფერი. When life gets this confusing, sometimes there's only one thing to do. Attend a fabulous party. ქერიზე გადავიდეთ ფეხსაცმელები და კაცები. ეს არის მისი ორი სუსტი წერტილი. თუ ის ურთიერთობაში არ არის, თუ მის ცხოვრებაში მამაკაცი არ ფიგურირებს, თავს ცარიელად გრძნობს, ფიქრობს, რომ უსარგებლოა და ამ სიცარიელის შეგრძნებას ცდილობს ფეხსაცმელებით, ძვირიანი ფეხსაცმელების ყიდვით დაიკომპენსიროს და რაღაცნაირად შეივსოს ეს სიცარიელი, რომელიც მის სულში არის. რეალურად ფსიქოლოგთან სიარული ალბათ უკეთესი გამოსავალი იქნებოდა და უფრო გაცილებით იაფიც. რადგანაც ერთ მონაკვეთში ჩანს, რომ ის ვერ ყიდულობს ბინას, რადგანაც არ აქვს ფული, რჩება ფაქტიურად გარეთ და რომ გადათვალა ფეხსაცმელებში რამდენი თანხა აქვს გადახდილი, ეს ამ თანხით ჩვეულებრივად შეიძლებოდა რომ ეყიდა ბინა. ეს არის უდიდესი თანხა თუ ვისაუბრებთ ნიუ-იორკში ბინების ფასზე. შესაბამისად, ის ცდილობს, რომ მისი მნიშვნელოვნება გაზარდოს ძვირიანი ფეხსაცმელების ყიდვით. Where did all my money go? I know I made some. At $400 a pop, how many of these do you have? 50? Come on. 100? Would that be wrong? 100 times 400. There's your down payment. Well, that's only 4,000. No, it's 40,000. I spent $40,000 on shoes and I have no place to live? I will literally be the old woman who lived in her shoes. სხვათა შორის ამას ძალიან ბევრი ადამიანი აკეთებს და ამიტომ ყოველთვის თუ ესეთ მდგომარეობაში ხარ და ყოველთვის გჭირდება რომ შენი თვით შეფასება აიმაღლო რაღაც კონკრეტული ნივთით, რომელიც ძვირი ღირს და ეს რაღაცნაირად სულიერად გამშვიდებს, გაწყნარებს და გაძლევს სიმშვიდის შეგრძნებას, გირჩევ რომ მიხვიდე ფსიქოლოგთან, ოღონდ ამას ირონიულად არ ვლაპარაკობ, მიხვიდე ფსიქოლოგთან, დაამუშავო ეს ტრავმა, გაცილებით უფრო იაფი დაგიჯდება და დამიჯერე რომ ნივთებში ბედნიერება არასოდეს არ არის. თუ რაღაც შოპინგი არის შენი თერაპია, მეც შენს წრეში ვარ, მაგრამ ეს უნდა იყოს გეგმაზომიერი და ეს არ უნდა იყოს რაღაც კონკრეტული საჭიროების ტრამვის გადაფარვის ხერხი. მინდა აღვნიშნო და ხაზი გაუსვა, რომ ნივთებით რაღაც შინაგანი წუხილის ჩახშობა არის დროებითი. საიდან შეიძლება რომ მოდიოდეს ქერის ეს პრობლემა? ბავშვობაში, როდესაც გვყავს ემოციურად მიუწვდომელი მშობლები, როდესაც ყურადღებას სჭირდება დამსახურება, ამ დროს დასრულობაში ვირჩევთ პარტნიორებს, რომლებთანაც სწორედ ბრძოლა გვჭირდება იმისთვის, რომ მივიღოთ სიყვარული. ისინი არ გვწერენ, ისინი ქრებიან და ჩვენ ვეძებთ საკუთარ თავში პრობლემებს. ვფიქრობთ, რა შეიძლება რომ გაკეთდეს იმისთვის, რომ დავიმსახუროთ ეს სიყვარული, იმისთვის, რომ მივიღოთ მისი სიყვარული, მისი ყურადღება, ისევ მოგწონოს, ისევ გამოჩნდეს, ისევ გნახოს. რეალურად სიყვარულს არ სჭირდება ბრძოლა. როცა ადამიანი ქრება, შემდეგ ისევ ბრუნდება, შემდეგ ისევ ქრება და ელოდები ის როდის დაბრუნდება. რეალურად ეს არის დრამა, რომელსაც ტვინი ეჩვევა. ანუ ჩვენი დოფამინი ირხევა. და დროთა განმავლობაში ეს ყალიბდება როგორც მიჯაჭვულობა. სწორედ აი ამ დაბრუნების დროს განცდილ ბედნიერებაზე. ჩვენ ვართ დამოკიდებული ამ ადამიანზე და ეს არ არის ჯანსაღი. ეს გავს რაღაც სლოტების ან სხვა აზარტული თამაშების მაგვარად, რაღაც შეგრძნებას, რომელიც განიჭებს იმდენად მძაფრ ემოციას, რომ ამაზე ხდები დამოკიდებული. განაირად შეიძლება რომ ამ შეგრძნებას ვუწოდოთ სიყვარული. ეს არ არის სიყვარული, ეს არის შფოთვა. მიჯაჭვულობა და რაღაც გაუაზრებელი არაჯანსაღი ურთიერთობა, რომელიც ჩვენ
ჩაგვიდეს ტვინში, რომ არის ზე რომანტიკული ურთიერთობა, რომლისკენაც ყველამ უნდა ვისწრაფოთ და რეალურად ეს არის ურთიერთობა, საიდანაც სასწრაფოდ უნდა გამოვიდეთ. რეალურად ჯანსაღი ურთიერთობა არის მშვიდი, სტაბილური, წყნარი, სადაც გაგრძნობინებენ, რომ ერთადერთი ხარ, საყვარელი ხარ, უყვარ ხარ და არ გჭირდება რომ იწვალო, შეიცვალო, სახე გაიძრო იმის გამო, რომ ვიღაცამ ყურადღება მოგექცეს, ვიღაცა მაგირჩიოს, რამდენჯერმე გაქრეს, უთვალმოყარეოდ მოგექცეს, გატიროს, გაჯღავლოს, შემდეგ ერთი დღით დაბრუნდეს და ფიქრობდე, რომ აი ის შენი ცხოვრების სიყვარულია. არა, მეგობრებო, მუცელში პეპლები და შფოთვა არ არის სიყვარული. უბრალოდ შენი დაუმუშავებელი ტრამვის პატერნია, რომელსაც უბრუნდები და მეორე დატრამულ ადამიანს აძლევ იმის საშუალებას, რომ ბევრი წელი, რომელიც ქალბატონებო ძალიან ცოტა გვაქვს, ჩვენ ძალიან ცოტა ხანი ვართ ესე აყვავებულები, იმიტომ რომ ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა, ამიტომ რამდენიმე წელი დაკარგო ადამიანთან, რომელიც ტკივილს გაყენებს, რომელთან თანაცხოვრებაც უფრო ხშირ შემთხვევაში არის ტანჯვა, ვიდრე ბედნიერება, ის გაძლევს დადებით ემოციას დიდს და ძლიერს, მაგრამ ამავდროულად ტკენს და თითქოს განგრევს, თვითშეფასებას კიდევ უფრო გიმახინჯებს. როგორ შეიძლება რომ ესეთ ადამიანთან ურთიერთობა შევფუთოთ, როგორც ცხოვრების მთავარი სიყვარული? არა, ეს არის red flag-ი, რომელსაც უნდა მოვშორდეთ დროულად. მოკლედ, ჩემოტკბილებო, სულ ეს იყო, რაც მინდოდა რომ ამ ვიდეოში მეთქვა. იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ. თუ მოგეწონათ, აუცილებლად მაგრძნობინეთ, რადგანაც თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გაუგზავნე ეს ვიდეო იმ დაქალს, რომელსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, რომ იქნებ ცოტა სხვანაირად შეხედოს თავის ურთიერთობას და გადაიფიქროს იმ ადამიანთან ურთიერთობა, რომელიც მას აზიანებს. მე თქვენ ძალიან მიყვარხართ და იყავით ისეთივე ბედნიერები, კარგები და ხალისიანები, როგორიც ხართ. მიყვარხართ!